I'm German Homelos, I drink coffee and I know things. 38 ეპიზოდის სიტყვა არის არ მეუგი. ღმერთმა უქნას და გამოგვიძებამდე ნუ გახადოს მშობელი არ მეუგი. იქნება ეს დედა თუ მამა. თუმცა ყველაფერი ისე ხომ არ ხდება როგორც ჩვენ გსურს. გადამეტებულად ბევრი არ მეუგი ხდება მშობელი. და რატომ არის ასე ხაზგასმულად საშიში არ მეუგის მშობლის როლში შესვლა? ახლა გავიგებთ. სიტყვა არ მეუგი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც მეგობრობის უნარი არ აქვს, ასე უბრალოდ არ აქვს და მორჩა. არ შეუძლია იყოს მეგობრული პიროვნება, რადგან მტკიცედ აირჩია, რომ გულგრილობა სწორი სულიერი მდგომარეობაა და მორჩა. ისე ჩაიძირა მასში, რომ თავს ვეღარ აღწევს მას. არ მეუგის შემზარავობა მშობლობაში ყველაზე მკვეთრად ჩანს, იმიტომ რომ არ მეუგი შვილს თვლის თავის საკუთრებად, მუდამ პატარა ბავშვად და ნივთად. არადა მშობლის მოვალეობა იყოს შვილის ერთგვარი გიდი ცხოვრების გზაზე, ერთგვარი მასწავლებელი, რჩეველი, თანამგზავრი, მწვრთნელი, ყველაზე ახლობელი თანამგრძნობი ადამიანი. ერთ სიტყვაში რომ გავაერთიანოთ, მეგობარი. დიახ, მშობელი უნდა იყოს ადამიანის ყველაზე სანდო და ერთგული მეგობარი. ეს არ არის ცუდი აღზრდის ფორმა. ბევრს ჰგონია ასე, თვლიან რომ გულგრილი დამოკიდებულებით უკეთ აღიზრდება შვილი, მაგრამ ასე არ არის. როცა შვილი მარტოდ და უზურგოდ გრძნობს თავს დედისა და მამის გვერდით, ის ბავშვი საშინელი ფსიქოლოგიური სულიერი ტკივილით იზრდება და თუ მტკიცე ხასიათი არ აქვს, თანდაყოლილი ამ მარტოობას, მშობლების მხრიდან გულგრილობას, უზურგობას ვერ უძლებს. იზრდება დაზიანებული ფსიქიკის ადამიანად, ვერ შემდგარ პიროვნებად. ხომ ლოგიკურია? ისინი, ვინც მისი ერთადერთი დასაყრდენიები უნდა იყვნენ, მას სრულად მარტო ტოვებენ, არ უსმენენ, შვილის პიროვნებით არ ინტერესდებიან, მუდამ უაზროდ აკრიტიკებენ, აგდებული დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ, არ ექცევიან როგორც სრულფასოვან ადამიანს, პიროვნებას, რადგანაც მათი გაჩენილია და რადგანაც პატარაა, თვლიან რომ თანაბრად არ უნდა ჩათვალონ, მეცაც ვიტყვი, ზემოდანაც კი უყურებენ შვილს. როგორც არ უნდა განვითარდეს შვილი, გახდეს უჭკვიანესი, დააგროვოს დიდი ცოდნა, ნიჭები, უნარები, როგორი ბრძენიც არ უნდა გახდეს, მაინც უარზე არიან მათ როგორც პიროვნებას პატივის სცენ და არ მოექცნენ როგორც ნივთს და პირად საკუთრებას. ეს ყოველივე იმიტომ, რომ არ მეუგობა დნმ-ის დონემდე აქვთ გამჯდარი ხასიათში, ასეა. არ შეუძლიათ თანაგრძნობა, არიან უბრალოდ არამეგობრულები. აი რაც შეეხება არ მეუგის ანტონიმს, ანუ მებუს, ბუნებით მეგობრულს, მებუზე უკეთეს დედას და მამას უბრალოდ ვერ შეხვდებით. ყველას გაუმართლა ვისი მშობლებიც მებუები არიან. მეგობრულობა არ არის სირცხვილი ადამიანების მიმართ გულგრილობაა.